გამარჯობა. ხო, რაღაცა ვიდეო ჩააგდო ჩვენმა ძვირფასმა ბაჩომ და ამით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის მე შევორდი მართლა. კი, შენ ჩააგდე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების რეკლამა. გუში, კი. ეძინა და ეძინა ჩააგდე. მეც არ ვთქვი გუშინ კი. Free speech is being silenced. The United States must act to defend us. Please stand with us. America, stand with us. This is not only Georgians' fight. Americans. This is our common fight for democracy. For Democracia. ბოლომდე გავუში რატო? აი. დაბრუნეთ. Democracia. freedom. Stand for freedom, for justice. For peace in Georgia. Make Georgia great again. Has the Megobari Act make it US law? გასაგებია. ხო, აქ ორი რამე აღსანიშნავია. ერთი ის კაცი, რომელსაც მე მგონი ზაპოიში იყო და ნიშადური ასუნთქეს, რომ ეგ და ქართული. ნანუკას არის როგორი სერიოზული ტრიუკი, იცი ნანუკასი რომ great again. ეგ ერთი და პრონანსი რომ ოდნავ აი ცოტა native speaker-ის არა, ქოქნი არა, ოდნავ native great ნანუკას ბიჭო Russian. ნანუკას რომელიც თივა და ის უნდა ანუ ნანუკას რომელიც ფაქტობრივად ნანუკას ძალიან თვლიდა რომ ჟურნალისტს არ კეთა რაღაც იგდები რო არის რაღაცა და ის არის თავარი ცალკე ფენომენია მეგობრებო ცალკე ასახწერია გოიმიზმის აპოლოგია ქართულ ჟურნალისტიკაში იმიტომ რომ ადამიანი რომელიც დღემდე ბრაზდება მიუხედავად 1000 ბარიერზე გადალახული ადამიანი 1000 ბარიერს გადაახდა მაგრამ ნანულიზე რო ბრაზდება და ყველა დამახსოვრებული ყავს ირმასი არ იყოს თავის დროზე ინაშუმა რომ დაიმახსოვრა ირმა მო დაიმახსოვრა ყველას გიმახსოვრებ თუ გახსოვთ ცნობილი ყველას ნანულამაც დაიმახსოვრა ყველა მის ნანულას ეძახის და თუ დაბრუნდება მაგის ვლასტი ყველას პირადად გახორեց დრელით გაუხრეთ შუბს მივა და აბა თქვი ნანუკა არა მოკლავს ანუ ნანულა მისთვის არის შეურაცხყოფელი, ხო? და წყალტუბოს რო ახსენე. მექანიკურ პორტალში ვიღაცები ნანუკა ესე რო ასმენი. შესაბამისად, ხო, აი მან არის კიდე ჩემპიონატი, რომელი უფრო ტუპოია, ინგა გრიგოლია და გოიმი და კაჯი. ნანული ცალსახად. არა, ერთი წუთით. არა, ზვათაშორის მე ბაჭყას ვეთანხმები რომ ცალსახად. ბიჭო, ნახე ინგა არის ისტერიული. ინგა მიცის რუსული. იცის? დარწმუნებული ხარ? არა. არა, ინგა არის ისტერიული. მე მახსოვს თქვენ გინდათ თქვათ რომ ზეზე რო არის გახსოვს სკანდალი ჩვენ ვარ ჟურნალისტი. სკანდალი ჩვენ ეთერში, მაგრამ ზეზე ჩემ ბავშვობას ძალიან კაი არხი იყო მევასება და მან თქო მიყავდა რაღაც გადაცემა. მან ყავდა ვიაგრა და მე მახსოვს რომ რუსულად ებაზრებოდა ჯგუფი ვიაგრა. მე მახსოვს რომ რუსულად ებაზრებოდა. ხო და ჯგუფი ვიაგრას აჩვენა ქართულ პოლიტიკოსებში ვინა ყველა სექსუალურიო რა. ვიცი სააკაშვილი, ჟვანია და გამყრელიძე დაასახება ვერა ბრეჟნევმა. ეს ბავშვობაში რაზე აკაჩავიძეს მე არ მახსოვს კარგად თქვენ. ვიაგრაზე თურმე. მაგრამ ზოგი რაზე მე მაგალითად მაგრამ გრიგოლია თავისი სოფხედვით შეიძლება ესე სწრაფად ნუიტყვით რომ არ არის მე მგონია რომ ადაპტაციის უნარი და ტრენდებზე უცბად ალყოს აღების უნარი ინგას უფრო აქვს იმიტომ რომ ინგა უცბად გახდა მწვანე აქტივისტი გრეტა ნუნბერგს მართლა ვეშაპები აღარ მოუკლათ და რაღაცებზე გამოვიდა და თავის დროზე იყო პარტიაში რომელიც ჰომოსექსუალებს ებრძოდა არა კი არა ებრძოდა ესე დავაიდა გავეკიდოთ და შემდეგ გახდა LGBT თემის პირველი დამცველი სადა რომ გადაკვალიფიცირებული იყო მაგრამ ბაია პატარაებმა ხოთშორი დაუწუდა ბიჭო ნანუკას მცდელობები რატო იქნება საინტერესო იმიტომ რომ ახალ ტრენდს რატო ვერ აუღებს იცი რატო ვერ აუბავს ფეხს იმიტომ რომ ტრენდის შინაარს ვერ მიხვდება კარგად მე მაინც მგონია რომ ნანუკა არის უფრო გოიმი მართალია და არის საზარელი ანუ თუ ინგა საზიანო ხო ინგა ბოროტი არ არის ბოროტი მაინც არ არის მას შეუძლია ინგას თავის სათამაშო არ აქვს გამოშვებული მას შეუძლია თავის სათამაშო ინგას შეუძლია თვითრეფლექსია ქალობა რაღაცა ბეძე ლაპარაკია ნანუკა არის ცალსახა ტერორისტი
რომ მისცა ძალაუფლება რომ მისცა შეგვჭამს ყველას პირდაპირ მნიშვნელობით და ბოროტი არსება. ოღონდ ქაჯთან. ბოროტი არის? კი, ძალიან. რა? ბიჭებს რა უქნაი, სვამ ბიჭებს? ჯო, შეიძლება ეგ გაუაზრებლად ქნა. მაგრამ ბოროტი არის, ხო? ძალიან ბოროტია, ძალიან ბოროტი. ანუ ადამიანი რომელიც არა, იქნებს სიდებილით, ჩვენ ხო ამბობთ რომ ასევე დებილიც არის და შეიძლება სიკეთე რატო არ მოსდის რაღაცა სიდებით. ეხლა რაღაცა ფულს რო აგროვებს, ეგეც ხო რევანშის ყორვილია. გავიგე, მაგრამ ბიჭო, აი მაგალითად ეხა ხაბეზე ვერ იტყვი რომ ბოროტია. ხაბე ადამიანი არ არის. ხო და ვერ იტყვი რომ ბოროტია, იმიტომ რომ მაგ ბოროტებას უნდა ალგორითმი რაღაც დაპლანო. შექმნა ჭირდება 1+1 რაღაცა. მოკლედ ჩვენი მცირე ნანუკას სათამაშო ვინმეს თავისნებით აქ ნაყიდი? მეგონი არ გამოუშვა მაგარი კითხვა. სერიაში არ გამოუშვა. როგორ არ გამოუშვა იყო თუ არ ვწდები, მაშინ იმ პერიოდში მე მაგ ნანახი ძმაო, მე მაგ ნანახი რუსთაველზე 59 ლარი. 69. თუ 49. 69 ცოტა უცნაურია. ბიჭო, მაგ პერიოდში ხო არ იყიდიდი უეჭველი. ის მოძებნი ახლა გასულებას. იმას რა ქვია, სათამაშოს. სოდი დაგიჭერდა. ხო, მან მოსული პონდე ხო ვიღაცას თავისი ლუდი ჰქონდა და მაღაზიაში არ შეატანდნენ, აბა მოვიდა, დაგიდგავდნენ, დაგიჭერდნენ. ჯერ დაგიჭერდა და მე დაგიჭერდა. ხო, ჯერ დაგიჭერდა, მე დაგიჭერდა. თქვათ რაღაც არ გინდა მისი პროდუქცია. 69 ლარი გინდა, ეხლა ნაყიდია. 69. შენ ნაყიდი. არა, არავის არ აქვს თავისინებით თქო ნაყიდი ძმაო და ძალით აყიდინეს. აი მეგობრებო, კიდევ ერთი ვაფშე ფოტოს რო გავუშვათ მაგ სათამაშოში. კიდევ ერთი უჯასი რაც შეიძლება მოხდეს თუ მაგათ მოიგეს, თეორიულად ვამბობ. ნანუკას სათამაშოს გაყიდინებენ ძალით. მართლა 69 ლარი ღირებულა, ბიჭო. ნანუკას სათამაშოს 69 და 50, მოიცა ვაგდებ გავუშვი, რა. ძალით გაყიდინებენ მის სათამაშოს. და 50-ო, ძმაო. ხო, უტიფრობის განსახიერება ეს გოგო რა, აი, ამაზრდელი. შენ ახლა ვერ აფასებ მაგას. არა, როგორ შეიძლება? მოადრო და მის სიდიადეს შეაფასებ. ეხლავე გავუშვებ, არა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას გადაურჩით რა. ყანახი რას გადაურჩით. ეხლავე ერთი რეკლამაა ჯერ. ვიდეოა, ხო? ვიდეოა? გავუშვით. ახლებზე რამდენიმე კვირაა ტელეჟურნალის ნანუკა ჟორჟოლიანის სათამაშოები გამოჩნდა. მისი ფასი 69 ლარი და 50. მოგითხარი სმარტში. ცნობილი ადამიანების თოჯინების შექმნა მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა. თუმცა საქართველოში საკუთარი სათამაშო ორეულის შექმნის იდეა აქამდე არავის მოსვლია. და თვითონში ინოვატორია. არა, მაშინ თვითონში იყო დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობა. პარემ. უეჭველი. პარემ. რატო მოსასმენი და ასაფეთქებელი რომ მოგისმენდნენ მე აგა მოსასმენი და მოსმენის შედეგად მიღებული ინფორმაციის მიხედვით ასაფეთქებელი ამუშავების პერსპექტივა. კი, აი პეიჯერები რო აფეთქეს ეგეთ პონჩი რა. ჩაკი ხო იცი? კი. მაგაზე კინო უნდა გადაიღო, ჩაკირგვარი. როცა ცხდება. ბიჭო, ვაფშე უპრობლემო დაგაფეთქებდნენ და იტყოდნენ რუსების. ჩაკის იდეა მომწონს რა. და იტყოდნენ რომ რუსებმა აფეთქესო. ჩაკის იდეა რატო მომწონს? ცირო, ბარე სახსები რო არ დახარჯო, თვითონ თოჯინა გაპატიმრებს. უცებ. კი ბატონო. კაი, გვეყოფე ხა შტერგოგოზე და გადავიდეთ ჯიან გოგოზე სამომე სამადაშვილი. ჯიან გოგოზე გია ბარამიზეზე. კი ბატონო. შტერგოგოზე გადავდივართ. არა, გია ბარამიზეზე. ხო. მიშას გოგოზე. გადასტურებ რომ იყო ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი თუ კი უბრალოდ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით ლელოს და ის შეფასებები არ იქნებოდა ჩვენ ვაჭრობაში არ შევსულვართ, იმიტომ რომ ეს საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ეს არ არის ვაჭრობის თემა. როგორ გაბედეს, სულ წაწმები ხაზარაძემ მე ვახშემ როგორ გაბედა და ესეთი მაღალი ზნეობის ადამიანებს როგორც არის ეს და ასე შემდეგ შესთავაზა ფული რა. ეს ხო შეუძლებელი გაჩუმება ბიჭო, ტონის შერბილება. გაჩუმება, ტონის შერბილება, ეს არის შეუძლებელი რა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იაფს შესთავაზა. არა, ლელო რაში იხდის მაგუც ხვდები? რაში, რომ ესენი გაჩუმება. ნაცები განჩერდნენ, ანუ არა, გია ბარამიძე და ლევან ხაბეიშვილი რო გაჩერდნენ. კონკრეტულ მიმართულებაზე გაჩერდნენ რა. ლევან ხაბეიშვილი და ეს კარგი. ლევან ჟუაბე. გია ბარამიძე კიდე გვაქვს, გავუშვება.
25-ში აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ, მთელი საქართველოს ფეხზე უნდა დადგეს, ვისაც არ შეუძლია თბილისში ჩამოსვლას, თავის ქალაქში უნდა შეიკრიბოს, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო პროტესტი და სწორედ ამას ვამბობდი, რომ ბოიკოტი ეს კი არ არის უბრალოდ ბოიკოტი, რომ აი სახში დარჩი და ბოიკოტირებ, არა, ეს არის აქტიური ქმედება, ეს ბოიკოტი არ არის პასიური ქმედება, ეს არის აქტიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ის სპეცოპერაციის ეგრეთ წოდებული საარჩევნობნები დარჩეს ცარიელი და ხალხი იყოს ქუჩაში, რომელსაც ეჭირება პლაკატი არა რუსულ სპეცოპერაციას, არა რუსულ რეჟიმს, კი თავისუფალ რეალურ არჩევნებს და კარგი, გააჩერეთ. ბოლო მონაცემებით ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მორიგი დებილური იდიოტური რეზოლუცია, ისეთი როგორც აქამდე მიუღია, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალია, რომ მოუწოდებს ოპოზიციას ადგილობრივი პროექტი არის, ადგილობრივი არჩევნების აი ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. და ის მოიცადე იყო დღეს შემოხდა, რომ სალომეს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. არა, გაკეთებული, ეგეთი რამე არ შეიძლება. ხო, და დღეს შემოხდა სადღაც. არის, რამე მოუძებნა. არის ამ ეგეთი ნიუსი, არა, ეხა საერთოდ ყველაფერი მოსალოდნელია. ანუ ვაფშე არ გამიკვირდა და. ვაფშე არ გამიკვირდა, მაგრამ არა მგონია. ელისაშვილი გავუშვით. აგერძმაო არის. რა. გაჩერდა. ახალი საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარება. ეს პუნქტები წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში. არ არსებობს. მიმეცუდევს. კარგი რა. ძმაო. არა, შეიძლება პროექტი წერია, მაგრამ მგონი არა, ხო, ნუ ალბათ ამოიღებენ საბოლოოდ და რას ნიშნავს ლეგიტიმურად ცნობა სალომესი, რას? ანუ როგორ დაუთავდა ძმაოა და გინიშნავენ ხო პრეზიდენტს? ხო, ანუ და ისე მამე ეგრე უფრო სწორი არის. ხო, ეგრე სწორი არ არის. რასაც გვეჩალიჩებიან თელი ევროპა. პირდაპირ გითხრა, ანუ კარჩი ეს უნდა და. ბიჭო, ერთი კაი ადამიანი მწერს ხოლმე რა, აი მის დროს და ეხა მომწერა რომ ნანუკასო დაბადები პასპორტში უწერია, არც ნანული არ ნათელა. მართლა ბიჭო. აუ რა ვახანალი არის. ყველაფერი უთხრება. ნათელა რო არ მოგწოს და ნანულის რო გარხმენ, ხო მაგარია. კარგი. მოდი აბა გავუშვათ ელისაშვილი. მოდით რა, ჩვენ წინაპირას შეხედა, ჩვენი წინა ვერცერთი ისტორიკოსი ვერ მომიყვანს ერთ საბრძოლო ეპიზოდსაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, სადაც თანაბარი ვიყავით მოწინააღმდეგესთან. მეტნი კი არა. თანაბარი მაინც რაც ვიყავით დიდგორის ბრძოლაში. ყველაზე მინიმალური დაგვრით 5ჯერ მეტნი იყვნენ ჩვენს. იბრძოდა, კი. 5ჯერ მეტნი იყვნენ. კაცებს ვისაც უჩხუბია, ყველას მინდა უთხრა. ერთი ილიათო, ორი ილიათო ფორიაც რო დააყენო 5 კაცთან ჩხუბი არის წარმოუდგენელი. მაგრამ რა გააკეთა დავით აღმაშენებლა? ხო აპრიორი განწერულ ბრძოლაში შევიდა. მაგრამ რა გააკეთა? ჭკუა იხმანა, სტრატეგია ჰქონდა, ხედვა ჰქონდა, შემოიტყუა ისეთ ადგილასაც დაამარცხა. ჩვენს ვიფიქროთ, ჩვენ ძალიან ბევრი ვიცი, ამის გამო ლანძღავენ, მაკრიტიკებენ რასაც გააქვთ მოგების იმედი, გააქვთ შეხედეთ, რომ ახალი მონაწილეობისთვის შედით. არა, შეხედეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეიძლება უარგისი გეგმაა, მაგრამ რაღაცა გეგმა არის, რაღაცა სტრატეგია არის, სადაც ან დავამარცხებთ ქართულ ოცნებას, ან ძალიან დავასუსტებთ და ძალიან ბევრ შეცდომას დავაშვებინებთ. იცი რა მაინტერესებს, აი ალეგოს მინდა მივმართო შენ თვითონ ყვები ერთ გადაცემაში, რომ ფული შემომთავაზესო რა მოსასყიდად ოცნებიდან ნუ რა რისკს არავის არ ჯერა, მაგრამ მაგას ხო ამბობ. აი ამაზე უარეს რას უზავდი შენ თავს? ან ამაზე ეხა რას გადაგიხდიდა ხო ის იმენა თბილისური აბაროტი აუღეს ამას რა მაგაზარაზე აუღო იმენა თბილისური აბაროტი ჯერ ჩოგჯენში დასვა გუბაზზე მეტი აწმენდინა რაც გუბაზმა მიშას მოუწმინდა ამან ბევრად მაგარი და ეხა ზის ეს დეგენერატი ეს კლიბის უფთავ აი მე აი ესე როგორ უნდა გაიბანძო ბიჭო თავის სამასაცილო და სამარცხვინო ძალიან მოწოს მისი ისტორიული რემინესცენციები და სენტენციები და ხვის სწავლებები და სენტიმენტები თან აი ოღონდ ბიჭო ყოველად არამეცნიერული და ნაიური და რაღაცა აი აროჩი და სხვა ესეთი მართლა მეფეებს და თავს ადარებს რომ აი ხა თავს არადებს მამუკა ხაზარაძეს ადარებს მამუკა ხაზარაძეს თან როგორი თემა არა არის გავსება მამუკა ხაზარაძესა და ანუ რა თქვა ქართული ანდაზა გაახმოვანა თუდაში დომა თუდაში რომა ჯობია თუ პირიქით არის თუდაში რომას თუდაში დომა ხო როგორც არის რა თუდაში დომას თუდაში რომა ჯობია მაგრამ ამის რომა არის ან კიდე პირიქით მაგრამ უფრო სიმართლე არის რომ თუდაში დომა ქართულ ხასიათს ეს შეეფერება რომ თუდაში რომას
ცუდად შრომა არის რაღაცის გაფუჭება და ცუდად შრომა ყოველთვის ჯობია, თუ რაფერ არაფუჭება. ბიჭო, ცუდად შრომა შეიძლება არაეფექტური შრომაც იყოს. ხო, ვად რო არაფუჭებ, მაგრამ დიდად უკეთესადაც რო შეიძლება. ქართულ ხასიათს ხო ესანდადა შეეფერება, რომ ცუდად შრომა, ცუდად ჯდომა რო ჯობია. ბაზარია. ძალიან ქართულია. შეეფერება ცუდად შრომაზე, ცუდად შრომა ზუსტად აღმწერი არის ქართული პოზიცია. აბარა. გადი გავუშვათ მურმანდუმბაძე. მურმანდუმბაძე დიდი ინტელექტუალი, პრინციპული ადამიანი, მართლა. კი, ნამდვილად, ნამდვილი, ვისაც დაეყრდნობით. ეს ამოცანა არის შესრულებადი. ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალისხმევა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, საქართველოს მოქალაქეების მოწადინება, რომ კრიმინალური ბანდა მოაცილოთ ხელისუფლებიდან, არის მიღწევადი, ეს არის შესრულებადი. მე ამის ბაზა და საფუძველი მაქვს იმ უწყვეტი პროტესტით, ყველას ხელი მოუმართოთ, ერთი დღე დავთქვათ და დავასრულოთ. შემოდგომამდე ასიგნალეთ ბოიკოტის დროს. დიანა როგორ როლშია, იცი? ვიღაცა რო დათრება ძალიან და რო არ მიდის, წასვლა რო უნდა ამის ცოლს და სუფრაზე რო არის და მას მიძელით რო ელოდება, რომ როდის წავდა. ის კიდე ეს შე რო არ შესულა, გაუმარჯოს, თქვენი ჭირივე, კი ბატონო, ხო ბატონო, კი რა თქმა უნდა. აბარა, კი და რო აგდო. რაზეა ლაპარაკი. დღეს თუ გუშინ იყო ძალიან ძლიერი პროტესტის ტალღა, ძალიან ძლიერი. არა. ეს არ იყო ფიზიკური პროტესტი, ეს იყო უდიდესი კიბერპროტესტიო. ზუსტად საღამოს 8 საათზე ნანუკამ მოუწოდა მთელ აქტივისტს, რომ სტატუსები დაწერეთ ყველა. დაუკლიკოთო? ზუსტად 8-ზე დაიწერა სტატუსები. ზუსტად 8-ზე და ამით რა მოხდა? გადაიტვირთო Facebook-ი? ჩამოიშალა. რა ჩამოიშალა? რაღაც. სერვერები გადაიტვირთა რა. მაშინ თუ ჭინკების ხსენება დავიწყეთ და ერთ-ერთი ბოროტი ჭინკა არის, რა თქმა უნდა, ნანუკა, თამარ შერგოლიშვილი არ შეიძლება არ გაუშვათ და გაუშვა. ფართო და ერთიანი თვით კამპანია დავგეგმავთ ეხლა არა მხოლოდ რვა პარტია, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც უერთდება რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას და ჩვენთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზეც რეჟიმის ლეგიტიმურობას წყალი შეუდგეს იმისთვის, რომ მოხდეს დემონტაჟი და ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი სუსტდება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრულად ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. რეჟიმის სრული კაი, მოაშორეთ. ამ გოიმებს, ამ ბიჭო, როგორ უნდათ, რომ ამერიკული სოციუმის ნაწილი იყვნენ და დადიოდნენ ავიც ბაპტისტურ ეკლესიაში და რაღაცა ჩართულები იყვნენ. მადლიერების დღეს აღნიშნავდნენ და რა ვიცი. ანუ იმენა ჰელოვინის პარტია თავის შერიფი ყავდეთ და ბიჭო, ანუ ისტორია უნდათ რომ ფრონტირი ქონდეთ და არა დავით აღმაშენებელი. იმენა ეგ უნდა. კამპანია როგორი ქონდა? იცი, ოღონდ ეხლა კი არა. ხო. სადღაც იყრიდა ფედერალისტები ევროპულ საქართველოს იყო მე მგონი და ამათ იყრიდა ვიღაცა კენც არ ვახსოვს ვინ და მახსოვს რბვალ ბახში გააკეთებს ბარბიკიუ. ზუსტად რბვალ ბახში მეგობრებო კამპანიის ფარგლებში მომხრეებს შესთავაზეს ჰოტდოგები. ხო, ბარბიკიუ რა, ანუ ჰოტდოგებიც არა. ალბათ უფრო ბურგერები, კი ბატონო. და ამერიკაშიც რო ის არის რა ქვია, უდნავ ცოტა ისეთი არც ისე ხშირი, ვაფშე კენგურუს ხორცით ბარბიკიუ, ვაფშე თემა არის, რომ ნამყოფი ადამიანის პოლიტიკა არის ეგ რა და ის ამბობს ეს ადამიანი ორ კაცია პარტია ამბობს. დღე აღნიშნო რეიგანის და ჩვენ აუცილებლად ჩამოვიდება. ბიჭო, უნდა გამოუგო. აი ესენი მართლა მორწმუნეები არიან და ესენი უნდა დატოვო. ეს ლევარამიშვილი გიგაბოკერია გნიდა მე მგონი ამ ეს იმენა გიგაბოკერია უნდა დატოვო როგორც ბევრი ლაპარაკიდან აზრის გამოტანა რო გიჭირს ისეთი ადამიანის სიმბოლო რა. ბოკერიას ის ინიციატივა გახსოვთ უყურეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალს გიგაბოკერიასთან ერთად და განაცხადი რომ უნდა შეგევს რომ გეყურებინა გიგაბოკერიასთან ერთად ევროპის მე სხვათა შორის არგენტინის ნაკრები მევასება და თუ რამე
ისეთი ნეგატიური ემოცია მაქვს არგენტინის ნაკრებისადმი, მაგის გამო მაქვს რა. აი, ახლა გიგა ბოკერეს ნუ გადააყოლ არგენტინის. კაი, ვალერი გელბახიანი მეორე უკიდურესობა, მე მგონი. აი, ძმაო, სხვა შორის ბოკერეს სანამ ვართ, მე მიყვარს მარადონას რო უყურებს როგორც ფეხბურთელს. და უძღვნებს პოლიტიკურად ბეცია, პოლიტიკურად ბეცია. მაგრამ ნიჭიერია. თუმცა იგივე მარადონას გიგა ბოკერია, მარადონას აპატია. თუმცა იგივე საპატიობს რობერტ სტულვას, იმიტომ რომ და ემირ კუსტურიცას, მაგაზე ყოფილა გაგიჟებული. აპატიას ხო, ძმობას აპატიობს. მარადონას აპატია. ოჯახმაც აპატია. არა. თამარა ვერ. შერგო ფეხბურთის აზრი არ არის და არ ევასება. ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში დიეგოზე არის ეგ პასაჟი რა, რომ ძალიან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიგას პატიებაო რა. და წავიდა საკაი. არა, მართლა ნაფიქრალა რა მაგაზე. ცხოვრებიდან კარგად წავიდა. ნადარდალა რო აი რადარ უყარო აი გელბახია. ხო, ეგ იყო, ხო. კაი. გავუშვათ გელბახიანი. რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელსაც პოლიტიკური პლატფორმით არ მინდა ვისაუბრო. მე უფრო მინდა ობიექტური იყოს ჩვენი დიალოგები, საუბრები იმის თაობაზე, რომ სად ვეძებოთ გამოსავალი, იცით? მთავარი ამოცანა, როცა ხელისუფლებაში რაღაცა ესეთი გადახრებია, ის არის, რომ მაშინ ჩვენ მოუძებნოთ დანარჩენმა, ანუ სამოქალაქო საზოგადოებამ ის მექანიზმი, რითაც ადამიანები უნდა იყვნენ დაცული. ჩვენი დედავატირე გააჩერეთ რა. იყო გუგულივით შესულიყავით პარლამენტში. ადამიანი პარლამენტში არ შევიდა. იტალიელ განგსტერებს რო აცვიათ და ბარბეკიუს რო წავენ ზუსტად. კი. სოპრანოს კლანელი. იმენა სოპრანო. მენანება კარგი სერიალია და სვეჩი სოპრანო. არა, სოპრანო არა, ის გუდფელასის ჯოვია კალიბრია ეს. კი. მართლაში რო წავენ ხორცებს და გუდფელასში როგორ არის რომ ბოსი არავის რო ლაპარაკება ერთი კაცის გარდა. დაჟეს ვეჩერინგა რო არის მიდის ამე ბარბეკიუს პარტი და ვიღაცას ეუბნება ის მიდის ადრესატთან და პირდაპირ კავშირი რომ ბოსს არავის არ ხონდეს. კი ბატონო. ხო, მე უბრალოდ დებილებო 61 დეპუტატი ყავდათ და გამოხედით და ეხა ეძებენ რაღაც პლატფორმას და ხერხებს. კი ბატონო. აბა გავუშვათ. გია ჯაფარიძე არ გავუშვათ? უკა პეტრიაშვილი. გია ჯაფარიძე თუ უკა პეტრიაშვილი? ხე სპეციალურად თქვი რომ დამაჯო ეგრევე წამოვიმართ რაღაცის თქმა უნდა. მიდი აბა. აბა მიდი თქვი. მე რადიუსო. ცალს ყველაფერს. გავუშვით. მეკობრე ბუკა. ბუკა გავუშვით. მე გია. მეულოსთვის რომელიც ჩემთვის ძალიან მახლობელია და ბევრი მეგობარი ყავს და აი ადრიანა გარგაუშვით გაჩენ. აი ხო, ნუ ესე არა მაგარი ანგაჟირებული ხოზე უნდა თქვა. აი არ გია ჯაფარიძეზე მედი ასეთი ისტერიკა არ დაემართება და გავუშვით. ძალიან დიდი დრო დაჭირდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაენახათ ის ნამდვილი სურათი, რასაც ქართული ოცნება წარმოადგენდა 2011 წლიდან. არაფერი ახალი არ არის ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება ყოველთვის იყო ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიბუდისტური, ანტიგრეგორიანული. ამასობაში მეგობრებო მიმდინარეობს ევროკავშირში გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობს ჩვენი. კი, ანშლაგია. ფოტო გავუშვით. გური ნახე რამდენი ხალხია შეგეშინდება. სხვა ხალხი. ტევა არა. კი ბატონო, ძალიან ბევრი ხალხია. აწუხებს ევროპას ჩვენი საკითხი და ეს არის რა. ბიჭო, სალომე იმას ქენ ლეგიტიმურად აღიარეთ ბიჭო, ანუ როგორ ბედავენ მაგის ჩაწერას, ანუ კაი ყველაფერი გაბედეს, ლეგიტიმურად აღიარეთ ვადაგასულ პრეზიდენტზე, რას ნიშნავს? ბაჩო, ძალიან მარტივია, რომ ევროპარლამენტარებს ვიღაც ეკაიფება რა აქედან. იმიტომ რომ სერიოზულად ვამბობ, ხო ის დეკლარაციას წესერად არავსებია, არ მოგეთქვა 2000 შენ რო ჩახვიდე, 2000 евро დაიჭირო ხელში, ერთ დაიკო ტარიფი, საქართველოზე ნაკლებია. დაგერაო რა. აბა სალომე ზურაბი, ნუ 1000 იდიოტობა ხო ჩააწერიდნენ სამ დეგენერატებს, ევრობიუროკრატებს, ოღონდ დაბალს, ზომბებს. ევროზომბებს. მიშარო ციხეში ის მაგალითად. და ანუ საავტობუსში კი არა ციხეში. და კეზერა რო მედია პერსონალა და დევნილი. ხო და სალომე ზურაბიშვილზე უთხრეს რომ ალბათ ადამიანზე გადააყენესო ან რაღაცა და ამიტომ არის იაგო ხვიჩიას არ უშვებთ ხშირად და გაუშვებთ. ძალიან საინტერესო საკითხი დასვა, რომელზეც მინდა თქვენი პასუხი. აბა რა ნებავს თვითონ.
ჩვენ დღემდე გვაქვს დისკუსია მე და სანდროს ოფისში იმასთან დაკავშირებით ლელოში დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები ანუ ამის გასაგები გააჩერეთ ამ პასუხზე ამ შეკითხვაზე რა პასუხი გაქვს მეგობრებო ორივე მოსყიდული დეგენერატები არა იქ გავიდე არა აი მაგალითად გრიგოლ გეგელია ხო არც მოსყიდულია და არც დეგენერატია შენ ახლა შენ არის ის სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს ხო ვიცი როგორ გრიგოლ გეგელიასია აბსოლუტურად დეგენერატია არა გრიგოლ გეგელიას ნათქვამია მეგობრებო მე დეგენერატები ქალაქები უნდა გავაშენო მაგის ის იყო მოდუს მოსყიდული ვის მიერ არის მოსყიდული ვერ ხვდები რას ამბობს არ არის თქო ზმა გრიგოლ გეგელია არავის მიერ არ არის აბა მეთქი დიპსტეიკიო რა დიპსტეიკი არა ისე ქართული მოსყიდულები არიან დიპსტეიკია დიპსტეიზი ქართული ოსნების მიერ მოსყიდული თუ დეგენერატები და ორივე როგორ ათქვი არა დეგენერატები არა მაგურში რასაკურველი ქართული სხვა ჯერს ბაჭოს ასაცაც აქ ლეგიტიმაციის უფლება იმიტომ რომ ნახე ესე იგი შეიძლება დეგენერატი არა შეხედე შეიძლება არა მე რატო ამბობ რომ მოსყიდულიც და დეგენერატიც რო არსებობდეს თუ შეიძლება მოისყიდო დეგენერატი და მე მიხვდე რომ საჭირო არ იყო და დეგენერატი შეგჭეს ხელში რა არა ბიჭო მე გრიგოლ გეგელიას ვერც მოსყიდულს დავაბრალებ და ვერც დეგენერატს კაცია და კაი გრიგოლ გეგელიაზე ვაკეთებ ჩეღავაც დანარჩენებზე თქვენი ბაზრებს მაო მე არ მაინტერესებს მოდი ვინ არის ნინო კალანდაძე ვიცით და გავუშვ ნინო კალანდაძე როგორ არის დღეს პოლიტიკური განაცხადი უკვე იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილის ყველა მცდელობა, რომ მათთან გადაიწვიოს ურთიერთობები, არ დგას ევროპელების დღესასრიგში და არ დგას მათ სტრატეგიულ ინტერესებში. ეს გამოკვეთილია და ამას ამ ეტაპზე წყალი არ გაუვა და ეს არის რაც ჩვენ თქვათ გვამედებს 2007-ის დარგვევის შემდეგ აი ამის ანალიზის შედეგად იყო, რომ არა მართლა ძალიან მაგარი ანალიტიკოსია. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არ არის. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი წინასწარმეტყველამა, ხო იცი? 2007-ში. 2008-ში. 2009-ში აფრთხილებდა ამერიკას. აბა ბიჭო, აბა. ხო, ნუ კი ბატონო, გასაგებია. ისევ ფარველის მოძებნა, ისევ იქ და ასე. ხალბატონის სერდია უგრეხელიძე, იცით ვინ არის? როგორ არ ვიცი. ყველა მის ხალბატონის ნაფტალინის ისუნი რატო დადგა? გავიხსენოთ უბრალოდ, რა ხუზმიაშვილთან საინტერესო საუბარია და გავუშვით. რა თქმა უნდა ბიზნესების ახევა ახდებოდა პირად ჯიბებში არ მიდიოდა პირადად არასდროულად არა მიდოდა უბრალოდ პირად ჯიბე მართავია 2004 წელს და აბა რა ხდებოდა ომეკ არა უყანონოებები რა ხდებოდაო და აბა რა იყო მიჯნოთ უნდა საკითხები არა ბიზნესი არის ხო ტელევიზია არასწორად ურებთ ერთმანეთს გადავდივართ სხვათებებზე ეს არ არის სისტემა ვერ გადახვალთ როცა დასვით კითხვა უნდა მოიწვიოთ პასუხი თუ არ მოისმენ მაშინ გამოვარო ესე იგი თქვენი აზრი და დავხვალ ჩემი ოპონენტის მაგივრად ზიღართ არა ამიტომ არ გაქვთ უფლება რომ აი თქვა ასეთი როგორ არ ეს სხვა საკითხი არის რა თქმა უნდა ტელევიზიის თემა სხვა თემა მე თქვენ გეუბნებით ფულის დაბრუნებაზე ბიუჯეტში რომ ეს არ მიდიოდა არავის ჯიბეში და ეს მიდიოდა მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტში ბიუჯეტი თუ არა ბიუჯეტის თუ არა გასაგებია არა ეგ ხა ბიუჯეტში მიდიოდა კიდევ უბრალოდ კეზერაშვილი რო გამდიდა ეგ არის თუ ვიამბავ გასაგებია просто ბიუჯეტიდან ჯიბეში უშვებდნენ რა მნიშვნელობა აქვს გიორგი სიორიძე ადასტურებს ნაცმოძრაობის ნათქვამს ფულის შემოთავაზებთან ლელოს წევრი პასუხობს ნაცმოძრაობას ფულის შემოთავაზებთან დაკავშირებით კი ბატონო გიორგი სიორიძე გავუშვით მანი წითლიძე საუბრობს რომ იყო ასეთი შემთხვევები რომ ლელო ფულს თავაზობდა მათზე თავდაუსხმელობის გამო თავად ოპოზიციონერებს იყო ასეთი შემთხვევები ან რას პასუხობთ ამ ბრალდებას ეს უკვე კრიტიკა აღარ არის სერიოზული ბრალდება უბრალოდ ეს არასერიოზული არის ანუ არა ლოგიკურიც არის ელემენტარული ხაზარაძე ვის მიცემდა ფულს რომ თავდაუსხმელობის გამო ლელო ფულს იხდიდა ახლა მესმის რომ ლელოზე ხშირად საუბრობენ და სურთ ამ თემის წამოწევა რომ აი ფული აქვთ და ფული არის რაღაცა მათი ისეთი ვალუტა რომელთაც პოლიტიკაში რომელსაც პოლიტიკაში იყენებენ გაჩერდენ ძალიან მაგარ პასუხს ვეტყვი რომ თქვენ წარმოგიდგენთ მამუკა ხაზარაძე რომ ვინმეს ფულს აძლევს აი ეს პასუხი რომ ხოხოშიანი პასუხი რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ჩვენ არ გვაქვს ხელფასებს ჩვენ არ გვაქვს ერთი წუთით კადიროვს რო კითხეს BBC ჟურნალისტმა რომ მართალიაო
100 არატრადიციული ორიენტები დახოცა არა 100 სად ვიპოვიდითო 100 სად ვიპოვიდით დაახლოებით ეგრეა ვის გაუგია მამხაზარზე ფუძადლებს ვინმეს ხო მაგარი პასუხი იქნება არა თო ან იმაზე რო კითხეს კადიროვს ის რო იყო ჟურნალისტ პუტინს რო აგინა გაკო ვიღაც არ ვიცი გაბუნია ჩვენ გაუგზავნეთ თო მკვლელი რა ჩემი მკვლელი ხო მოკლავდა ჩემი მკვლელი ხო მოკლავდა ვის გაუგონია ხა ვახუგა ხაზარზე გადაუყენდეს იბატო შეიძლება აბარამიძე ამბობს რომ სესხად გვაძლევს დაბალ პროცენტში ძალიან არა 1%-ით დაკლებში კარგად ძანდებოდეთ მოვალ შეხვედრას მორგებული გრაფიკით